ესე იგი, ამერიკელმა ტრანსგენდერებმა, ძირითადად კაბიანმა და პომადიანმა მამრებმა ვერ გადახარშეს ის ფაქტი, რომ ქალებისთვის გათვალისწინებულ ტუალეტებში შესვლა აუკრძალეს. მათთვის ეს აკრძალვა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოგონილი ქალობის დაკარგვის ტოლფასი ტრაგედია გახდა. და მე რა რომ ამ გარყვნილი და გაუკუღმართებული ჯეელების აბსოლუტურ უმრავლესობას 99%-ზე მეც ყველა მამაკაცური სასქესო ორგანო თავის ადგილზე აქვს. ეს ვითომ არაფერს ნიშნავს და მაინც ქალების ტუალეტში უნდათ შესვლა. ქალთა საპირფარეშოებში სიარულის უფლება გახდა მათი მთავარი მტკიცებულება, რომ ქალები არიან. არადა ყველა ბიოლოგიური კომპონენტით არიან მამაკაცები. რასაც ვერანაირი ქალების ტუალეტში, ქალთა საერთო საცხოვრებლებში და ქალების საშხაპეებში სიარული ვერ შეცვლის. თუმცა LGBT ორგანიზაციებს, ტრანსგენდერულ ფონდებს, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს და ამერიკის ოლიგარქიულ ოჯახებს ამას ხომ ვერ გააგებინებ. მათ თავისი კონკრეტული მიზნები აქვთ და ამ მიზნების მისაღწევად ნებისმიერ ბიოლოგიურ რეალობას უკუღმა წარმოაჩენენ. ყველამ ვიცით, რომ უკიდეგანო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის და ანტი-LGBT პოლიტიკის გააქტიურების შემდეგ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა და მათმა ლობისტებმა კიდევ ერთი PR ინსტრუმენტი შეიძინეს – ჩაგრულის მანტია. აქაოდან ნახეთ, როგორი უბედურები, დისკრიმინირებულები და უფლება შელახულები ვართ ფალოსიან ტრანსგენდერებს ქალების ტუალეტში არ გვიშვებენო. მაგრამ ერთია სიტყვიერად გაჟღერებული ჩაგრულობა და სულ სხვაა, როცა უფლება შელახული, ქალების ტუალეტიდან გამოგდებული და კანონის დარღვევისთვის დაკავებული ტრანსი არსებობს. თუ ასეთი ბუნებრივად არ გამოჩნდა, უნდა მოიგონო. უფრო ზუსტად ხელოვნურად შექმნა, ჩაგრულის მანტია მოასხა და მთელ მსოფლიოს აჩვენო როგორც ტრანსების წინააღმდეგ მიმდინარე ტერორის მსხვერპლი. LGBT თემს ამ PR სპექტაკლის დასადგამად დიდი დრო არ დასჭირვებია. რამდენიმე დღის წინ ტრანსგენდერთა უფლებადამცველებმა დიდი ჟივილ-ხივილით ამცნეს მთელ მსოფლიოს, რომ პირველად ისტორიაში სამართალდამცველებმა ქალების ტუალეტით სარგებლობისათვის ტრანსგენდერი, ანუ პომადიანი მამრი დააკავეს, რომელსაც ადმინისტრაციული სასჯელის სახით 60 დღემდე პატიმრობა ემუქრება. სპექტაკლი ვითომ ქალად გადაკეთებულ 20 წლის სტუდენტ ბიჭს ვინმე მარსი რაინგენს დაადგმევინეს, რომელიც მივიდა ფლორიდის შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან და ხმამაღლა გამოაცხადა, მე აქ კანონის დასარღვევად ვარ მოსულიო. ქალთა საპირფარეშოში უნდა შევიდე და ვნახოთ რა მოხდებაო. კაპიტოლიუმის დაცვამ და პოლიციამ გააფრთხილეს სტუდენტი, რომ თუ ქალთა საპირფარეშოში შევიდოდა, პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებდა. პროვოკაციისთვის მისულმა მარსიმ ბუნებრივია გაფრთხილება არაფრად ჩააგდო და კაპიტოლიუმის ქალთა ტუალეტში შევიდა. შესვლით კი შევიდა, მაგრამ სპექტაკლის მთელი აზრი ის იყო, რომ იქიდან აღარ გამოდიოდა. პოლიციას საპირფარეშოდან მისი ძალით გამოყვანა მოუხდა. შედეგად პროვოკაცია შედგა, რადგან ქალების ტუალეტიდან ხელბორკილებით გამოყვანილი ტრანსი მთელი ფსევდო-ლიბერასტული სამყაროსთვის წამში ნამდვილ წამებულ გმირად გადაიქცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავისი გაცხადებული პროვოკაცია ტრანსმა სტუდენტმა წინასწარ დააანონსა სოციალურ ქსელში. ასე რომ წარმოდგენაც გარანტირებულად ბევრი მაყურებელი ჰყავდა. გარყვნილების პროპაგანდისტებმა რა თქმა უნდა ყველაფერი ისე შეფუთეს და წარმოადგინეს, რომ საწყალი სტუდენტი თურმე ხელის დაბანისთვის დააკავეს და არა კანონის დემონსტრაციულად დარღვევისთვის. ბოლო 10 წლეულში ამერიკის შეერთებულ შტატებში LGBT იდეოლოგიისგან მომდინარე მორალური გადაგვარება სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. ღირებულებითი კოლაფსი, რომელიც თავს მოახვიეს საზოგადოებას თანასწორობის, ჩაგვრის აღმოფხვრისა და გენდერული თვითიდენტობის სახელით, სწრაფად იქცა პირდაპირ თავდასხმად ქრისტიანულ ფასეულობებზე, ტრადიციულ ოჯახზე და ბუნებრივ სქესობრივ წესრიგზე. ტრამპის ადმინისტრაცია მიუხედავად სხვადასხვა შიდა წინააღმდეგობებისა ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ფსევდო-ლიბერალური მოძრაობის გააფთრებულ ზეწოლას. დონალდ ტრამპის მეორე ვადით დაბრუნებამ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სულიერადაც შოქში ჩააგდო ეგრეთ წოდებული პროგრესული ელიტა. თითქოს ერთიანად გაიყინა ის იდეოლოგიური მანქანა, რომელიც წლებით ცდილობდა სამყაროს გადაკეთებას ღირებულებებისგან დაცლილ სახელმწიფოდ. ისინი მიხვდნენ, რომ ერთგვარი ღირებულებით კონტრშეტევა დაწყებულია.
ამერიკა უბრუნდება ჭეშმარიტ წესრიგს. ეს ფრაზა ახლა აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება. ეს რწმენა შეეჯახა იმ იდეოლოგიას, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდა ტრადიციული მორალის შეცვლას ხშირად ფარული ფორმით და ამ პროცესში LGBT მოძრაობა იყო წამყვანი. ამ მოძრაობამ იმოქმედა როგორც ახალი მორალის დამამკვიდრებელი ძალა, რომელიც უარყოფდა ბიოლოგიურ რეალობას და ჩვეულებრივ სოციალურ წესრიგს. ტრანსგენდერების პროვოკაციები, საჯარო სივრცეების მიზანმიმართული დაკავება და ბიოლოგიური რეალობის უარყოფა იქცა ახალი იარაღად იდეოლოგიური ოკუპაციის გზაზე, სადაც თვითიდენტობა კანონსა და რეალობაზე მაღლადგება. თუმცა ამჯერად ხელისუფლება აღარ ხუჭავს თვალს ამ სიგიჟეზე. სახელმწიფო აპარატმა, რომელიც წლების განმავლობაში იდეოლოგიური შანტაჟის შიშით მხოლოდ დუმილს ბედავდა, ახლა აშკარად ამბობს: სიგიჟე აღარ დასაჩუქრდება ჯილდოთი. და აი გაჩნდა ახალი ტრენდი: ტრანსგენდერი სტუდენტები, რომლებიც კანონით განსაზღვრულ წესებს ცალსახად არღვევენ. მეორე დღეს უკვე ფსევდოლიბერალურ მედიაში როგორც სისტემის მსხვერპლნი ისე ჩნდებიან. იწყება სპექტაკლი, დაპატიმრება, სენტიმენტალური შოუ სოციალურ პლატფორმაში, პათეტიკური მონოლოგი და მთავარი ამბავი. პირველად ისტორიაში ფლორიდის შტატში სამართალდამცველებმა ქალების ტუალეტით სარგებლობისთვის ტრანსგენდერი დააკავეს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია 20 წლის ქალად გადაკეთებულ სტუდენტზე, ვინმე მარსი რაინგენზე, რომელიც მორიგი ტრანსგენდერული პროვოკაციის მიზნით ფლორიდის შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან მივიდა და მოწოდება გააკეთა. მე აქ კანონის დასარღვევად ვარ მოსულიო. თითქოს კანონის უგულებელყოფა გმირობა იყო და არა პროვოკაციული ხულიგნობა. პოლიციამ და დაცვის სამსახურმა ტრანსგენდერი სტუდენტი თავაზიანად გააფრთხილა, რომ საპირფარეშოში შესვლა დარღვევად ჩაითვლებოდა. თუმცა პროვოკაციული მისიისთვის მიზანმიმართულად მისულმა მარსიმ, რა თქმა უნდა, პოლიციის გაფრთხილება სასაცილოდაც არ ჩააგდო და პირდაპირ კაპიტოლიუმის ქალთა ტუალეტში შევიდა. შევიდა კი არა, აღმოჩნდა, რომ იქიდან გამოსვლასაც აღარ აპირებდა. თითქოს ამ გზით როლის ბოლომდე გათამაშებას ცდილობდა. პოლიციასაც სხვა გზა აღარ დარჩა. ბორკილები დაადეს და ძალით გამოათრიეს იქიდან, რითიც ტრანსპექტაკლი დაგეგმილი კულმინაციით დასრულდა. სწორედ ამ წამიდან დაიბადა ტრანსგენდერი მოწამე, რომელიც ლიბერალური სამყაროსთვის მყისიერად იქცა წმინდანადაც და გმირადაც. ქალად გადაკეთებულ მამრს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ახლა 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მინდოდა ხალხს საკუთარი თვალით ენახა, რამდენად აბსურდულია ეს კანონი პრაქტიკაში. თუ მე კრიმინალი ვარ, ძალიან გამიჭირდება ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხელები დავიბანე. ეს ხომ სიგიჟეა. ფსევდოლიბერალურმა მედიამ როგორც ყოველთვის არ დააყოვნა, ორკესტრირებული მანიპულაციის მანქანა სრული სიმძლავრით ამუშავდა. მარსი რაინგენის დაკავება მყისვე იქცა ეგრეთ წოდებული ბოროტი კონსერვატიული ძალის მიერ დევნილი უდანაშაულო ანგელოზის სიმბოლოდ. ლიბერალურმა მედიამ ტრანსგენდერს ჩაგრულის მანტია მოასხადა თვითგამოხატვისთვისა და ხელის დაბანის გამო დაპატიმრებულ ქალბატონად გამოაჩენა. თითქოს საქმე ჰიგიენურ პრაქტიკას ეხებოდა და არა საჯაროდ დაანონსებულ კანონდარღვევას. ღირებულებებისგან დაცრილმა საინფორმაციო საშუალებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოვლენები დრამის რეჟიმში შეფუთულიყო. დაბნეული სტუდენტი, რომელსაც კრიმინალად ნათლავენ, სასტიკი რეალობა, რომელიც მისი იდენტობის წინააღმდეგაა მიმართული და ერთი დიდი იდეა, რომელიც საზოგადოების მანიპულაციისკენ იყო მიმართული. ადამიანი, რომელიც მხოლოდ ტუალეტში შესვლის გამო იქცა სისტემის მტრად. თუმცა არავის გახსენებია, რომ მარსიმ კანონის დარღვევა საჯაროდ და განზრახ მოახდინა, რომ ეს იყო გამიზნული პროვოკაცია და არა რაიმე სამართლიანი უფლებებისთვის ბრძოლა. და დღეს, როცა კანონის დაცვა ტრანსფობიად ითვლება და საზოგადოებრივი წესრიგის მოთხოვნა აგრესიად, აღარავის უკვირს, რომ კაცის ტუალეტში შესვლის ნაცვლად ქალების ტუალეტში შეჭრა იქცა სამოქალაქო გმირობის ფორმად. მე ტაშს ვუკრავ ამ ახალგაზრდა ქალბატონს. ის სერიოზულ რისკზე წავიდა. მარსი რაინგენმა იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ და მის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანია აგორდებოდა. თუმცა დაფიქრდით, ეს სრული სიგიჟეა. განარის გამო ვცდილობთ ხალხის დასჯას. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ფლორიდაში მოქმედებს კანონი ტრანსგენდერების მიერ ქალთა საპირფარეშოების მოხმარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამის გამო მოხდა მისი დაკავება, რომ არა ეს რეგულაციები ტრანსგენდერს ასე ვერ დააკავებდნენ.
რაილი გეინსი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი მარსი რაინგენის დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს. მისი თქმით, ეს შემთხვევა ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რომლებიც წარმოიშობა, როდესაც საზოგადოება უგულებელყოფს ბიოლოგიურ განსხვავებებს და ცდილობს, რომ იდენტობის საფუძველზე შეცვალოს საზოგადოებრივი წესრიგი. გეინსი მიიჩნევს, რომ ასეთი პროვოკაციები მიზნად ისახავს არა თანასწორობის მიღწევას, არამედ არსებული წესების განზრახ დარღვევას და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას. მისი კომენტარები ხაზს უსვამს იმ შეშფოთებას, რომელიც ბევრ ადამიანს აქვს საზოგადოებრივი სივრცეების, განსაკუთრებით კი ქალთა ტუალეტებისა და გასახდელების უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის შესახებ. ბუნებრივიცაა, რომ ბიოლოგიურ ქალბატონებს საკუთარ პირად სივრცეებში არ სურთ ისეთი პომადიანი მამრების ხილვა, რომელთაც ყველა მამაკაცური ღირსება თავის ადგილზე აქვთ. მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა ინდივიდუალური უფლებებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს შორის. არ დაარღვიო კანონი და შემდეგ არ გექნება პრობლემა. სწორედ ამიტომ ყავს სამართალდამცავები, რომ მსგავსი შემთხვევების დროს აღასრულონ და დაიცვან კანონი. ასე რომ თუ ციხეში მოგიწევთ წასვლა, ეს იქნება მთლიანად თქვენი ქმედების შედეგი. ფლორიდაში განვითარებული შემთხვევა აჩვენებს, რომ ეს უკვე კარგად გამოთვლილი სცენარია. პროვოკაცია, ჩაგვრის დემონსტრირება, მორალური ზეწოლა. აქ აღარავინ საუბრობს საზოგადოებრივ წესრიგზე, უმრავლესობის უსაფრთხოებაზე ან ფაქტებზე. დღეს სხვისი იდენტობა გადაიქცა ხმაურიან იარაღად, რომლითაც მთელი საზოგადოება უნდათ რომ დაიმორჩილონ. ფსევდოლიბერალურ სამყაროში საკანონმდებლო წესრიგის ღიად და საჯაროდ დარღვევა სახელდება როგორც პიროვნების გამოხატვის გმირული აქტი. ხოლო კანონის აღმსრულებლები ჩაგვრაში დადანაშაულებულად. მარსი რაინგენი დღეს წარმოადგენს ახალ პროტოტიპს, ტრანსგენდერი როგორც წამებული, რომელმაც მიზანმიმართული პროვოკაციით დაიმსახურა ლიბერალური სამყაროს საკულტო თაყვანისცემა. სხვათა შორის ეს წინასწარ დაანონსებული ჩაგრული ტრანსების სიმბოლო საერთოდ არ ცხოვრობს ფლორიდაში. შტატების ნახევარში საერთოდ არ მოქმედებს საპირფარეშოების რეგულაციები, რადგან ამ შტატებს დემოკრატები მართავენ და მათ ტრამპის განკარგულება ზოგან დაბლოკეს, ზოგანაც დროებით შეაჩერეს. ამიტომ ახლად გამომცხვარი წამებული სტუდენტი სპეციალურად ჩავიდა ფლორიდაში, სადაც კანონი სრულფასოვნადაა ამოქმედებული და მოაწყო ის მასკარადი, რაც მოაწყო. კვირაში 4-ჯერ, ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ერთია პროვოკაციის მოწყობა, მაგრამ სულ სხვა თემაა ამ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობის აღება. მარსი რაინგენს ამაზე აშკარად აღარ უფიქრია. მაისში სასამართლოა, რომელმაც შესაძლოა სტუდენტს 60 დღით პატიმრობა მიუსაჯოს. ეს კი ნიშნავს, რომ პომადიანი ტრანსების გმირი კაცებთან ერთად აღმოჩნდება ციხეში. აიძულებენ გრძელითმა შეიჭრას და 2 თვით აუკრძალავენ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიღებას. ეგრეა, ტრანსგმირობა იოლი საქმე არაა, მით უმეტეს, როცა ამერიკულ კაცების ციხეში გიწევს ამ ფსევდოგმირობის დამტკიცება. დროებით.